მუსიკას ბოლო ბევრი საუკუნის განმავლობაში ვცდილობთ რომ ჩარჩოებში მოვაქციოთ, საზღვრებში მოვაქციოთ, რა ის სწორი და არასწორი არსებობს და ამითი ვართმევთ მას ძალას. და ძირითადი პოსტულატი აქ ეგეთი რომ კარგი მუსიკა, მუსიკა ადამიანებს გვიზიდავს იმიტომ რომ არის ნაპირზე უფრო აიაქეთ არის როგორც წესი არის განრიყულების ან მონების ან ქალების ან სხვანაირად დაჭაკრულების ისტორიაში მათი შექმნილი მუსიკა და ეს აძლევს ხიბლს. მერე ვინც ძალაუფლების ცენტრში არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის ცდილობს რომ ეს ძალა თავისთვის მოიზიდოს და ამითი ნაწილობრივ ართმევს ძალას და მერე ციკლი ყოველთვის გრძელდება რომ უბრალოდ ტრიალებს ესე რომ ჩნდება რაღაც ახალი მუსიკალური მიმდინარეობა რომელიც არის დაჭაგრულების როგორც წესი ან ეს განრიდებულების რა როგორც წესი თუ დაახლოებული ხარ establishment-თან თუ რა ვიცი რას დაარქმევთ ვისაც ძალაუფლება აქვს ხელში იმასთან მაინც არ გინახ ხოლმე რომ შეარყიო და დაიწყო სხვანაირი იყო ანუ ეს ხიბლი რაც აქვს ხოლმე მუსიკას Led Zeppelin-ის მაისური გაცვია ხო აი თავიდან რომ გამოვიდა იყო რომ ესენი ვინ არიან რატო პედავენ ამდენს რა პონტია და მე დღეს Led Zeppelin-ი გიყვარს მეც ძალიან მიყვარს მაგრამ აღარ ითვლება რომ რაღაც ის არის underground ამბავი არის ჩვეულებრივად ტრიალებს თავიდან იყო რომ Elvis Presley რო გამოჩნდა რომ ეს დაანგრევს ამერიკას რომ ბავშვებს მოარიდეთ ტელეეკრანს ეს თეძოებს არხევს რას შვება 5 წლის მერე უკვე რაღაც პრეზიდენტს ხვდებოდა და მედალს იღებდა და ესე მიდის ხოლმე სულ ჰიპ-ჰოპსაც ეგრე იყო